ეს სიმპტომი ყველაზე მეტად მაინც ასე თუ ისე ნაწლავური პარაზიტობების შემთხვევაში არის მუცლის ტკივილი, არა წესიერი დეფეკაცია, ნერწყვის ზენა შესაძლებელია იყოს, ძალიან ხშირადაა გავრცელებული, ვთქვათ, ისეთი ჩივილი, როგორც არის კბილების კრაჭონს რომ უძახიან ბრუქსიზმი. თუმცა ბრუქსიზმი არ არის ჭიის დამახასიათებელი ჩივილი, ეს უფრო მეტად ნერვული სისტემიდან მოდის, მაგრამ რატომღაც ესია, რომ პროცენტულად ეტყობა ის პარაზიტული დაავადება ასე თუ ისე ნერვულ სისტემაზე მოქმედებს და აქედან ეს მიბმულია ისიც, რომ შესაძლებელია ბრუქსიზმიც იყოს, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე, რომ ადამიანი რომელიც კბილებს აკრაჭუნებს, იმაში ძილში არც იცოდეს ეს, მაგრამ სხვა ხო გებულობს და ძალიან ხშირად დედებს უთქვიათ, რომ აი კბილებს აკრაჭუნებს, თუმცა არ არის ეს კარდინალური ნიშანი იმისა, რომ პარაზიტულ დაავადებაზე ვიფიქროთ. ეს რა თქმა უნდა ექიმა უნდა განსაზღვროს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნიშანი საერთოა და ძალიან პატარა ნიუანსებია განმასხვავებელი, რომელიც ეს დამახასიათებელია და იცის და მიხვდება მხოლოდ და მხოლოდ მკურნალი ექიმი. რა თქმა უნდა კლინიკური კვლევების საფუძველზე სისხლის ანალიზი, იგივე ფეკალური მასის გამოკვლევა. ეხლა იცით რა არის, ადრე იყო რომ მხოლოდ და მხოლოდ ფეკალიების გამოკვლევა მიკროსკოპის დონე ეს დაამთავრდა. აღარ არის მასე. აბსოლუტურად ყველა დაავადების სეროლოგიური კვლევა არსებობს. ანუ ანტიგენ ანტისხეული. ხა რო გეუბნებ ადამიანს რომ მეჭიები მაქვს და არ იქა და ის და ანტიგენ ანტისხეულზე იკვლევ და იქ უარყოფითია, ეს არის შეუძლებელი. რომც გქონდეს ნამკურნალები, ანტიგენი რჩება ორგანიზმში რაღაცა გარკვეული პერიოდით. არის დაავადებები, რომლებიც მთელი ცხოვრება რჩება და არის დაავადებები, რომლებიც რჩება გარკვეული პერიოდით. თუ ანტიგენი არ არის, არ ქონია ის დაავადება, ეს არის შეუძლებელი.